აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ჩვენი სააღდგომო შეძახილი და ზეიმი გრძელდება. ჩვენ გვახარებს ეს შეძახილი მაცხოვრის აღდგომისა. ჩვენი რწმენის მთავარი იარაღი მაცხოვრის აღდგომა, რომელმაც მთელი კაცობრიობის ცხოვრება, აზროვნება, წესი ყოველივე შეცვალა. ადამიანმა დაიწყო ახალი ცხოვრება, აზროვნება, საუბარი, მისალმება, ქცევა ყოველივე ახლებურად. ეს არის მაცხოვრის აღდგომა. ჩვენ ძიმე დღეები გავიარეთ, მაცხოვრის ნების დღეები. როცა ეკლესია იხსენებს მისი ცხოვრების ბოლო კვირეულს. როცა მღვდელმთავრები შეიკრიბნენ, მაცხოვარს განაჩენი გამოუტანეს სიკვდილისა, ეძებენ მარჯვე დროს, ხელსაყრელს, როცა მაცხოვარი იქნება მარტო, მასთან არ იქნება ხალხი ბევრი, რომ შფოთი არ ატყდეს. არის ასეკის დღესასწაული, გამოჩნდება უფლის მოწაფეებში ერთ-ერთი მოციქული გამყიდველი იუდა. ის აიღებს ვერცხლს, თავის მოძღვარს დააბეზღებს, გაყიდის, გადასცემს მღვდელმთავრებს, იწყება მაცხოვრის შეპყრობა, მისი სასამართლოზე განშა, მის წინაშე გამოდიან ადამიანები, ცრომოწმეები, მას აბრალებენ სხვადასხვა ბრალდებებს, უფალი არის ჩუმად, ამ ყოველივეს ისმენს, ითმენს, ის თავს არ იმართლებს, თითქოს შეიშალა სამყარო. ყველაზე უცოდველს, ყველაზე ცოდვილი ასამართლებს ცოდვაში. მაცხოვარმა რაც არ უნდა მან თქვას, თავი იმართლოს, იქადაგოს, მას მაინც დასჯიან. აზრი არ აქვს ამ ყოველივეს. თუ კი 4 დღის მკვდარი გაათვისლა მაცხოვარმა და მას მაინც ბრალი დასდეს, რაღაცა ხინჯი მოუძებნეს, არ აქვს მნიშვნელობა ის რას იტყვის. მღვდელმთავარმა კაიაფამ, ანამ, კრებულმა თქვეს, რომ ჯობია მოყდეს ერთი კაცი, ვიდრე ერი დაიღუპოს. მათი ეს განაჩენი გარდაუვალია, მას წყალი არ გაუღვა და აი მაცხოვარი წარდგარი მათ წინაშე სრულ ბრალდებებით ის წარდგება პილატეს წინაშე, მას გამოუტანენ სასჯელად ჯვარცმას, მაგრამ ეს მარტო ჯვარცმა არ არის. ეს მისი შეურაცხყოფა და აი გაცამტვერება, მოდი ესე ვთქვათ. შეიძლება ადამიანი დასაჯო, მაგრამ უნდა ის მოსწო თავიდან ბოლომდე, სახელი გაუფუჭო, უნდა შეურაცხყო, რომ ვინმე მასზე რამე კარგი არ თქვას არასდროს.
და მართლა ასე ხდება. თუ გითქვათ ჯვარს აცვალ, რაღაცომ ურტყავ, რაღაცო აგინებ, რაღაცო დასცინი ხარ, რაღაცო შოლტავ. როცა მაცხოვარს ჩამოაცვეს თავზე ეკლის გვირგვინი, ხო ეს წვეტიანია, ბუნებრივია, ხო ეს? დაერჭო მაცხოვარს თავზე. და ჯოხებს ურტყავენ. უფრო ჩაესოს ბოლომდე. ასეთი სისასტიკე. ნუ თუ რა დააშავა მაცხოვარმა ახლა ისეთი, მას იკითხებიან, რა გიქმნიეს, რა გააკეთე და რა არ გააკეთა. ვინ არ გააცოცხლა, ვინ არ განკურნა, ვინ არ დააპურა, ვის არ მოეფერა, გულში ვინ არ ჩაიკრო, ვინ არ ანუგეშა, ვინ არა. სულ ყველა. და აი ალბათ ბევრი ვინც იქ დგას და ყვირის ჯვარსაცვი, ზოგის შვილი განკურნა, ზოგი თავად განკურნა. რამ დაუბნელა ესე გონება ადამიანს, რომ ჩვენ აი ამ თქვათ კაცმა ამდენი სიკეთა მოგაგო. მკვდარი შვილი გაგიცოცხლა. წარმოვიდგინეთ. შვილი მოგიკვდა, უნდა დაასაფლაო, მოვიდა ვიღაცა, ეს პროცესია გააჩერა, ეუბნება ადექით და გაცოცხლდა. ცოცხალია, დადის, ჭამს, შენგვერდშია, მოძრაობს. ალბათ შენ ამ ადამიანს ხელისუფლება სულ დაუჩოქე, მადლობას უხდი, სულ ალბათ ხო ესე მოგიქცევი. თქვათ კეთრი გქონდა. მოდი ცოცხლად. და არავინ გეკარება, გადამდების სენია ეს კეთრი. არავინ გეკარება. კვდები მარტოობაში, სიმყრალეში, შიმშილში და განკურნა. შენ ეხლა შენს ექიმს რას იზავ, გავარდები, შეიძლება მანქანა უყიდო, რაღაცეები აჩუქო, ქონება გადაუფორმო. მადრიანების ნიშნად. მაცხოვარმა ამაზე მეტი იქნა და ჯვარს აცვიყვირი ხარ. აი, რამ დაუბნელა ადამიანს ეს გონება, რომ აიდან კეთილის მოქმეს შენ ესე ექცევი. და სხვათა შორის დღესაც იგივე გრძელდება. მაცხოვარი არ წვეთს ხელმოქმედებას თავის. არ წვეთს ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს კურნალობას, გადარჩენას. თავისთან გეძახის სამოთხეში. და თან გეუბნება რა გზით მიხვიდე. და შენ კიდე გაჯიქდები და ისე დღემდე მას უახლ. და ეს ძიმე დღეები ჩვენ ნებიშვიდეული მაცხოვარი აკრულია ჯვარზე და ყველა მთელი მსოფლიო არის მონუსხული. გახსოვთ მაცხოვარს ჯვარზე გააკრეს, მზე დაბნელდა. წვრიადი ჩამოწვა მთელ მსოფლიოში. მზეს ალბათ განახვალ უნდა აი ამ რაც ხდება გოლგოთაზე ამისი. და ნათება შეწყვიტა. ხა ეს ალეგორიულად ვიზახი მე ახლა. და მაცხოვარი გარდამოხსნეს ის დაასვენეს საფლავში და მიდიან პილატესთან ებრაელები და სთხოვენ რომ აი ამ მაცთურმაო თქვაო რომ მესამე დღეს აღდგებიო. მოგვეცი შენ ჩვენ დაცვა ჯარი რომ მისი საფლავი დავიცვათ. და მართლაც ჩადგება რომაული
გარნიზონი რა ზამოდენები ალბათ ათეული კაცი საფლავი დაიბეჭდება ასევე დემთავრებს ყავთ დასი თუნდაც იარაღის გარეშე თავიანთი მსახურები ყავდათ მათ იარაღს არ ქონათ რომელების გამო ისინიც არიან საფლავთან და ძალიან ბევრი ვინც აბა რა მოხდება ფიქრობს მოწაფეების გარდა ისინი არიან შეშინებლები და დაფანტულები არავინ მარტო ივანი არის მოცხოვრის ჯვართან და მე მან ფიშობელი აიყვანა სახლში ასევე მიდიან დედები მაცხოვრის საფლავთან და აი გამოდენიმე ათეულობით შეიძლება კაცი ვინც გას მაცხოვრის საფლავთან რომაელები დემთავრების რაღაცა გარკვეული მსახურები სხვადასხვა ხალხი დაინტერესებული პირები ზოგიერთი სეირის მაყურებელი და დგება კვირა-დილა განთიადი ბოდიში და უცბად არის მიწისძვრა გრუხონი ღვთაებრივი ცეცხლი იღება საფლავი და მასხოვარი გამოდის საფლავიდან აი ეს ცველები ძირს დაცვივდნენ შეშინებულები და მოსხოვარი აღდგა აი ხო იყო შეხვეული აი თავის შესახვევში იქიდან გამოვიდა გამოიარა ეს დაჭრები როგორი საოცრებაა ლაზარე გახსნეს გახსოვთ შემოაცალეს ეს რო შეხვეული იყო და მოსხოვარი იმაში გამოვიდა აი მტილოში გამოიარა შეხვეული იყო მტილოები დარჩა ცარიელი და სუდარა დაკეცილია იქვე დევს თავთან აღდგა და წავიდა და თელი ახლა ეს აი ფარისევლები და აი ამათი ეს ბუღმა რაც თქვათ მაცხოვარზე უცბად გაქარწლა ასე მართლა მესია მართლა აღდგა რა უნდა ხნა უნდა აღიარო ან ისე უნდა დაუწყო მას ბრძოლა და ომი და ირჩევენ სამწუხარო მეორე გზას მაცხოვრის წინააღმდეგ ომს და ბრძოლას უკვე აღდგარი მაცხოვრის წინააღმდეგ უკვე ისინი აშკარად ხედავენ რომ მესია რა თქმა უნდა მაგრამ აი ეს ფარისევლობა და სიამაყე და ამპარტონება იმხელა მაშინ თავს ვეღარ აბიჯებენ აი რო თქვა მაპატიე შემინდე შემეშალა აი ამის თქმა ისე უჭის ადამიანს ვერ ამბობს დაიწყებს ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას აღდგარი მაცხოვრის წინააღმდეგ ჩვენ აი დღეს სახარებაში მოვისმინეთ რომ მაცხოვარი შედის დახშულ კარებში მოწაფეები არიან დაფანტულები შეშინებულები დაგსაქსულები არიან სახლში ჩაკეტილები ჩუმად შეიპარნენ სახლში და ჩურჩულით საუბრობენ მაცხოვრის აღდგომის შესახებ. პეტრე მიხილა დედებმა ნახეს, ღვთისმშობელს გამოეცხადა და რაღაც ჩურჩულია. და უცბად დაკეტილები შედის მაცხოვარი. არც კარები იღება, არც ფანჯარა იღება, გადაძვრა ფანჯრიდან. შევიდა. მშვიდობა თქვენთან, ხმა იცდეს მოწაფეები. და რა ფხელა სიხარულია თქვენ წარმოიდგინეთ. ეხლა იმ მოწაფეები რაზე მიდიან, ყველაფერი დათმეს, ხო?
და მათაც მეუფება მაინც მიწიერი გონიათ ჯერ მაცხოვარი ხადაგებს ამ მეუფება უნდა მოვიდეს და მიწიერი გონიათ რაღაცა რომ ახლა მაცხოვრის მოწაფეები არიან და ყველას განჟიან და რაღაცა ის უბრალოდ ებრაული მაინც ისინი აქვს თავში და მაცხოვარი აღარ აყავთ. მთელი მათი ეს ცხოვრება, მოღვაწეობა ფუჭი აღმოჩნდა ესე იგი. ეს კაცი რაც მეუნებოდა კაცო. უნდა გამეფთეო და მოკვდა. შორზე გააკრეს. სამარცხვინოს სიკვდილით. და ეხლა ესენი აი შეშინება რა ვქნათ ეხლა ისე ვითევზაოთ რომ მოძახი ვარჩინოთ, რა ვქნათ ის კაროები შევკერდოთ და გავაკეთოთ. და მაცხოვარი წარგა მაწინაში. შვიდობა თქვენთანა ემი. პირველი რაც მაცხოვარი ეუნება არის შვიდობა თქვენთან. მაცხოვარმა ეს ღვთაებრივი შვიდობა მოიტანა ქვეყანაზე. ღვთაებრივი. როცა შეიძლება შენ გარშემო ომია, ბომბებია, რა ვიცი რა არის, მაგრამ შენ შვიდობა გქონს. შვიდობით უფლისა მიმართ წილოს. ეს ეწყობა ყველა მსახურება. წუხრი, ცისგარი, წირვა. ეს სხვა მშვიდობაა. ტრამპი და ვიღაცები რო ამშვიდობენ ის კი არ არის, ეს ღვთაებრივი მშვიდობაა. მაცხოვრისა. და მაცხოვარი უკვე ეუნება მათ რა უნდა ქნან. რა თევზაობა, რა კაროების კერვა. როგორც მე, მამამ მომავლინდა, თქვენც წახვალთ და მთელს მსოფლიოს უხადაგებს ჯვარცმას და აღდგომას. მარტო ჯვარცმა არაფერი აღდგომის გარეშე. აი ხალხმა უნდა მიიღოს ჯვარცმა აღდგომით მაცხოვრისა. აი თქვათ მოვიდა მესია, ჯვარცი გაკეთეს და მოკვდა, ხა ადამიანს ვერ მიიღებს. აი რო აღდგა მაცხოვარი. აი ეს წმენა არის მთავარი ჩვენ. ჩვენ ვწამს ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტე. უფალი სულს შემუბერავს, აძლევს მიტევების სულიერი კურნების ძალას მოწაფეებს. ეუნება, ვისაც მიუტევებ, მიეტევება, არ მიუტევებ, არ მიეტევება. ეხლა უნდა თქვა უცილებლად ჩვენში არის ძალიან ისე მოარული აზრი. პროტესტანტულ, სექტანტულ რაღაცნაირი. მე ახსარებას ხატთან ვიტყვი, ძელი არ მჭირდება, მე ღმერთს ველაპარაკები ჩემით, რაღაცებს. გასამო კაცო. ძელმა უნდა მოგიტევო, სორი არ მოგეტევება. შენაირმა ადამიანმა. კი ესეა, ღვთისგან არის ეს. შენ ეს გინდა, არ გინდა, თავს იმართლებ, რაღაცებს მოიგებ, შეიძლება, მაგრამ ეს ღვთის კანონია. უფალი ამბობს, რომ ყველაფერი შეიძლება, ჩემი ახლომი არ შეიცვლება. ეს მაცხოვარმა თქვა, აი ამათ აქვს ეს ძალა. მიუტევებ, მიეტევება, არ მიუტევებ, არ მიეტევება. ეს არის დოგმატი, აქსიომა. ამას წყალი არ გაუვა. ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს არ შეიცვლება. რაც მაცხოვარმა თქვა, ის არ ექვემდებარება ცვლილებას. და ერთ-ერთი მოწაფე თომა არ არის ამ დროს მოწაფეებთან შეშინებულია ისიც, დაბრკოლებულია ისიც, დამალულია ისიც სხვებივით და დაბრუნდება თავისი დამალვის ადგილიდან შემდეგ დღეებში ნახულობს მოწაფეებს და აი თომა მაცხოვარი აღდგა. კაცო, რო გვეუბნებოდა აღდგებიო მართალი ყოფილა ეს ყველაფერი, მაცხოვარი აღდგა. აბა სად არის თომა კითხულობს, ვერ ხედავ. სად არის მაცხოვარი? ჩვენც ყოფილა ეს აბა, სად არის უფალი? დამანახე, გეკითხება ძველს გეუბნებოდ. აბა დამანახე უფალი. თომას ვერ ხედავს უფალს.
აღდგა მაცხოვარს და თავისი სიტყვა გაამკაცრა. და დავინდა უნდა შევეხო მე მოვირწმუნო. განახვა საკმარისი არ არის. ნე მოჩვენებაა მე რა ვიცი. ნე რაღაცა ილუზიაა მე რა ვიცი. უნდა შევეხო. და გადის 8 დღე მერვე დღე დგება აღდგომიდან. შემდეგი კვირა ისევ ისე მოწაფეები არიან. ისევ ისე შეშინებულები, ისევ ისე დამალულები. კარები დაგეტილია ისე ჩარაზულია. ადევს კლიტე უხეშიო ის ლექსი რო არის. და თომას იქვე იმყოფება და ისევ ისე მაცხოვარი წადგა მათში. ისევ ისე მშვიდობა ჩვენთანა და თომას ეუბნება. აი თომა, ისევ ისე მოვედი. აღდგარი ქრისტე. აი ჩემი იარები. გალურსნები ადგილები, ფერდი განხებული. მოდი შენი ხელი მოიტანე, შემეხე და დარწმუნდი რომ ავდექი. თომა შეეხო? ხატებზე იხატებულო შეეხო მაცხოვარს. ეს გარდამოცემაა ხატ. ალბათ შეეხო. სახრაბეში არ წერია ხო ამას. შეეხო თომა მაცხოვარს, ალბათ ჩაყოთით იმ გახვრეტილ ხელში მაცხოვრისა და წამოიძახა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. იმიტომ რომ შეუძლებელია მაცხოვარმა აღადგინა სხვა მკვდრებიც. ჩვენ სამი ამბავი გვაქვს სახრაბეში მოთხრობილი. მაგრამ ის ვიღაცამ აღადგინა, მაცხოვარმა აღადგინა. და მაცხოვარმა თავი აღიდგინა. აი, ეს სულ სხვა რაღაცაა კიდე. თომა ამას ამბობს, რომ თუ არა ღმერთი, ეს შეუძლებელია ასე მოხდეს. აი, სხვა გააცვა, აი, მაცხოვარი ვინ გააცოცხლა? თავად აღდგა. და ეს თომას ამოძახელი, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ეს ყველა ქრისტიანის სინდისში დევს. უფალო, შენ ხარ ჩვენი უფალი, შენ ხარ ჩვენი ღმერთი. ჩვენ სხვა ღმერთი არ ვიცით. სხვა ღმერთი არ გვწამს. მარტო შენ, ვინც აესე ჩვენი ცოდვების გამო თავზე ამხელა რამეა, ჯერ განკაცდი. ეს რა პატარა რამეა? თუნდაც რომ ჯვარცმა არ მომკვდარიყო და მარტო განკაცებულიყო. ეს პატარა რამეა? მაგრამ არა. შენ კიდე მეტი გააკეთე. ჯვარზე გაეკარე. სამარცხვინო სიკვდილით მოგკლეს. ჩემნაირმა ადამიანებმა. თორე ჩვენში ცხად არის ხან პილატე, ხან ცოდველი, ხან იუდა, ხან მიხალი, როცა შენ ცოდებს ჩადიხარ, როცა თქვათ განზე დგები და ხელს იბან, ჩემი საქმე არ არის. როცა გაჭირებული მოდის და უნდა დაეხმარო ხუთლარიანი მიცემა და ჩაკეცავ და ლარს მიცემ და კიდე იქნება 20 კაპიკს მიცემ მე მაინც რა ამბავი 5 ლარი ფიქრებ. ან სხვა რა ვიცი მსგავსი რამდენი გინდა. და ამ ყოველივეს მერე რომ უფალი აღდგა, აი ჩვენ აი ეს უფალი ვწევს. უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი და მაცხოვარი ამბობს როგორც საუკუნის გამოთქმული ეს. თომა შენ მიხილე და მირწმუნდე. და რამდენი იქნება ვინც მე არ მიხილავს და მე მირწმუნებს. აი ჩვენთვის მანუგეშებელი სიტყვები. და ჩვენ არც პირველ საუკუნეში ვყოფილ ვართ, არც მაცხოვრის თქვათ გამოქვაბული გვინახავს, არ შევხვედრივად რაღაცა, მაგრამ აი რა ჩვენამდე მოვიდა,
ჩვენ ეს გვწამს და აი უფრო საქებარი ვინ არის? ვინც არ იხილა და მათ წამს. ჩვენ მორწმუნეები ვართ. ძალიან ხშირად ჩვენ არცებს აი კითხვებს გვისვამენ, აბა ეს როგორ არის, აბა ეს მეცნიერული მიდგომები და აი მე ყველა კითხვაზე პასუხი მინდა რომ ვიწვამო. თუ ყველაფერზე პასუხი გქონდეს, ხალხი არ წმენ ამაში. ჩვენ ვართ მორწმუნეები. წამს. სამოთხეში წმენა აღარ არის, იქ რეალობაა. და ჩვენ ახლა რა თქმა უნდა რაღაცები უნდა იწამო. რაღაცები იცი, ბუნებრივია. რაღაცებიც აქ წამს. მორწმუნე ხარ და მაგითო. ჩვენ წამს იესო ქრისტეს. და დღემდე რამდენი მაცხოვრის აღდგომის უარყოფელია. ერთი ამბავი უნდა გავიხსენო აუცილებლად. ერთი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. და იქ მეფე იყო ხრუშოვი ერთ-ერთი. ეს თქვენ იცით რა იმპერია იყო? ღვთისმგმობი, ღვთისმოძულე, ადამიანის მოძულე. თავის ყველა სიკეთის მოძულე შეიძლება ესე ითქვას. თუმცა პირდაპირ ხრეტდნენ ადამიანებს სარწმუნოების გამო, სიმართლის გამო, არავის ინდობდნენ და მთელი იმპერია შექმნილი ღვთის წინააღმდეგ. ამბობენ ღმერთი არ არსებობს, მან არის ღვთის მებრძოლთა კავშირი. ვის ებრძვით ღმერთი არ არსებობს? აი ეს კავშირი ასაჭიროა. ღმერთი არ არსებობს, მეუნე, მაგრამ ღვთის მებრძოლთა კავშირია. ანუ ჩვენ აღიარებ ღმერთი არსებობს, მე იმას ვებრძვი. და გამოდიან მეცნიერები და მოაწყეს დიდი კონფერენცია. ასეულობით მეცნიერი ჩამოვიდა ქვეყნებიდან და ამბობენ, რომ განააღდგომა კაცო. იესო ქრისტე არ არის ისტორიული პიროვნება. და მთელი კონფერენცია ამაზე მოწყობილი. რამოდენიმე დღიანი. დარბაზი სავსეა. დამსწრეებით, სტუმრებით და გამოდიან მეცნიერები, თქვა აკადემიკოსი ეს და დაამტკიცა რომ ღმერთი არ არსებობს და ტაში დაუკრა თელმა დარბაზმა. მე გამოვიდა მეორე რა აღდგომა, რის აღდგომა კაცო და ტაში დაუკრა სულ ყველამ და ხელი აი გამოდენიმე დღიანი ამბავი მიდის. და ბოლოს სრულდება ეს კონფერენცია და წამყვანი გამოდის და აბა ეხლა ვის აქვს კიდე ილუზია იმის რომ მაცხოვარი იესო ქრისტე აღდგა. ვინ იესო ქრისტე არ დაბადებულა და მიტყუილია ყველაფერი. და ვინმეს კითხვის დასმა ხომარ სურს. სიჩუმეა ხო ვინ გამოვა, ვინ იკითხავს ყველა იქ ათეისტები ზიან სულ ყველანი. არა ყველაფერი ათელია და ერთი კაცმა ხელი აიწია. ემინდა კითხვა დავსვაო. მობრძანითო ავიდა ეს, გაიარა ეს პრეზიდიუმზე, მაგრამ კათედრაზე და პატარა ხელიწვით ყოფილის ადამიანი. გამხდარი კაცი. გადახედა დარბაზს რა, აქეთ ზიან აკადემიკოსები, აქეთ თავის მეცნიერები, იქით დელეგაცია თქვა კუბიდან, აქ დელეგაცია იმიდან და ნუ აქვს ეს ხალხი და ამოიახო და ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად უყლავ დაიძახა. ნება დარბაზმა. და აშრენ. რა მოხდა ესე იგი? ეს ათეისტები ვინც იყვნენ დაიძახა ჭეშმარიტად. აი შენი დაგმობილი იესო ქრისტე. ეს ჩვენში დევს მაცხოვრის აღდგომა. ხოდა აი რაც ეს მილიონები ჩაიყარა მაგის მოწყობაში, ამ ერთმა დაძახებამ ქრისტე აღდგა ყველაფერი ჩაშალა. აი ეს არის მაცხოვრის აღდგომა. ყველაფერ სიბოროტეს
ყველაფერი ცუც შლის. გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას, გილოცავთ ევანდელ დღეს, თომას ხურწმუნოებამ ჩვენ სარწმუნოებას შეგვძინა. თომამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაცხოვარი აღდგა. ამას მთელი კაცობრიობა დღემდე ამტკიცებს. ხლა ვინმეს რომ მაცხოვრის სხეული მოეპარა, თქვათ მოწაფეებს. მივიდა მოიპარა დამალა. და მე გამოვიდეს ეს მოწაფე და მაცხოვარი აღდგა, ხადაგებს ამის გამო თავს წირავს. ტყუილის გამო, თავის ტყუილის გამო თავს წირავს. გამაკარგო, რომ ყინამანა გამაკარგო. ეუნებიან მოწაფეები. იმის ღირსი არ ვიყო. რის გამო? მოპარული ცხედრის გამო? ქრისტე აღდგა. გილოცავთ, მერფად აღლოცავთ. მეგახაროთ, აიხარეთ.